მე მინდა მივმართო ამერიკის პრეზიდენტ ტრამპს. ბატონო პრეზიდენტო, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იბრძოდნენ ავღანეთში, ერაყში, გვერდ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა ქართველების მხარდაჭერა, ჩვენ ამ გრძელ მისიებში ერთგულად ვემსახურეთ ჩვენი მუნდირის ღირსებას და ღირსეულად შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა. ეხლა, როდესაც ქართველი ახალგაზრდები, ქართველები, საქართველოს მოსახლეობა იბრძვის დემოკრატიისთვის, როდესაც ებრძვის რუსეთის რეჟიმს, ეხლა ჩვენ გვჭირდება ამერიკელების მხარდაჭერა. და ეს მხარდაჭერა უნდა იყოს ქმედითი, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტურად. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ხელი ვერ უნდა შეგვიშალოს რაღაცა კვაზი რეჟიმებმა. კიდევ ერთხელ მოუწოდებ მხარდაჭერისათვის იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების ბრძოლა არ იყოს ესეთი დაძაბული და იყოს წარმატებული. ისე როგორც დიდი ძალისხმევა ჩადებული უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერებაში, ასეთივე ომი სხვა მეთოდებით, მაგრამ იგივე შედეგებით ხორციელდება საქართველოში. როდესაც საქართველო იცლება ახალგაზრდებისგან. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ველოდებით თქვენ ქმედით ნაბიჯებს.